მოგესალმებით. ახლა მე მინდა შემოგთავაზოთ ისეთი ნიჟარა ჩანთა, ესე როგორიც არის თქვათ ლოკოკინას ნიჟარა, ესეთი მსგავსი. ესე იგი, თქვენ დაგჭირდებათ აი ესეთი ორი რგოლი. თითო არის 5 სანტიმეტრი დიამეტრის. აი ესეთი ხის ბურთულები, თითოეულის დიამეტრია 2 სანტიმეტრი, აი ესეთი ცოტა მსხვილებია. მე გეტყვით რომ თავარია ეს შიგნით უნდა მოთავსდეს, შეიძლება ცოტა პატარა ზომისაც აიღოთ ეს ხის ბურთულები. 2 ცალი, ხო ეს? და აი კიდევ აი ესეთი აცმა, ესეთი ეს უფრო პატარა ზომის არის, აი ჩანს ხო, ვიდრე ეს ბურთულებია. ეს ფიქრობ 1 სანტიმეტრია, აი ნახევარია მისი, მოკლედ. და აი ესეთი აცმა გჭირდებათ, ეს როგორც გადასაკიდებელი მხარზე, ხო? ეხლა უბრალოდ შევკარი რომ არ დაიფანტოს და ისე, რა თქმა უნდა, ერთი მხარე ერთ ბოლოზე იქნება ჩანთის და მეორე ბოლოზე. ხო, აი ამ საკიდებით დავამაგრებ. აი ესეთი საკიდები მაქვს, აი ამითი დამაგრდება ერთი ბოლო და მეორე ბოლო აი მსახელობის. ესე იგი, დაგჭირდება ჩვენ აი ესეთი ძაფი, მე უკვე გავხსენი და აი ესეთი ძაფი არის 5 მილიმეტრი არის სისქე, აი ესეთი 5 მილიმეტრის სისქის ძაფია. ყაის ნაღი გჭირდებათ, აი აქ როგორც არის ნაჩვენები 6.5 მიათედი მილიმეტრი. მე ზუსტად ასეთი მაქვს. ასეთ ყაის ნაღს გამოვიყენებ მე. მოკლედ ესე იგი დაგჭირდებათ ესეთი ორი გორგალი. მე ახლა ჯერჯერობით ერთს გავხსნი და უბრალოდ კიდევ მაქვს მე უკვე ეს დახვეული და მოდით მეორეს ვიხმარ. ესე იგი, აი ესე ავიღოთ ძაფის ესეთი ერთი ბოლო. და ეხლა აი ჩვენ ეს რგოლები რისთვის გჭირდება? აი ამ რგოლებზე უნდა ასე ვთქვათ ავკრიფოთ თვლები. და აქ იქნება აი ესეთი, ნახეთ. ეს აი ესე ზემოდან აი ესე რომ ჩავაყოლოთ თან, ხო, ეს ძაფის ბოლო. აქ სასურველია რომ ესე ცოტა კვეთრად მოჭრათ, ვიდრე ესე დაცენცილი რომ არ იყოს, ნახეთ. ესე იგი დაინახეთ ხო როგორ აი ესე გვაქვს, აი ესე და ეს სასურველია აი აქ ჩააყოლოთ. 1 ფაქტობრივად ეხლა ვიწყებთ, აი როგორც თვლები ნამატის გარეშე, აი ესე უნდა ავკრიფოთ. აი ესე. აი ეხლა გვაქვს ერთი თვალი, აქ მოდით ნიშნულს ჩავარჯოთ, რომ პირველი თვალი აი ეს მონიშნული იყოს. ხო, აი ეს არის თქვენი პირველი თვალი. ანუ ეხლა ერთი თვალი გვაქვს ფაქტიურად მოქსოვილი. მეორე, აი ესე შემოვყვეთ. და აქ ჩვენ ნახოთ აბა რამდენი და იმის მიხედვით თქვენ რგოლი შეგიძლიათ რა თქმა უნდა სხვადასხვა ესე იგი დიამეტრის აიღოთ, არ არის ეს ძალიან მკაცრად და აი ესე კვეთრად გადაჭერით რომ ესე არ გამოჩდეს ხო, ამაში კარგად დაიმალოს. ესე დავაგროთ ეს თვლები ნამატის გარეშე აი ამ ხის რგოლის გარშემო. ესე იგი 1 2 3 4 5 ესე 6 7 მე ვფიქრობ რომ 12 მოგსოთ. 12 ესეთი თვალი ნამატის გარეშე. ესე იგი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12. ანუ ხე კარგად უნდა დაიმალოს, ესე უნდა გავაკეთოთ. აი ესე. ეხლა აქ ჩვენ გვინდა პირველ თვალთან შემაერთებელი თვალით დავაკავშიროთ. აი ეს ჩვენი ბოლო თვალი, ოღონდ ისე რომ ეს ძალიან გრძელი მეჩვენება და ცოტა დავაპატაროთ, ხო?
არ არის საჭირო ძალიან გრძელი ერთნაირი ზომის თვლები რო კონდეს. აი ეს. ნიშნულს მოხსნი ახლა ხო, რახან უკვე დავაკავშირეთ. ეხლა ამის შემდეგ ნახეთ რას ვაკეთებთ. ეს ჩვენი ბურთულა აი ესე და გავატაროთ ჩვენი აი ეს ბოლო თვალი. აი ეს რომ მოხდეს აი ამ ადგილას ლამაზად, აი ესე. აი ესე. აი აქ გამოვატაროთ, მოპირდაპირ მხარეს აქ ნახეთ სასურველია რომ ესე რაც შევხვდებათ. ეხლა აქ ჩვენ ლუწი რაოდენობა გვაქვს თვლების, ხო? ამიტომ ზუსტად ესე კენტი აქ არ იქნება თვალი. თვალს და თვალს შორის ხდება 1 2 3 4 5 6 7 1 2 3 4 5 6 7. აი აქ უწევს დაახლოებით თუ გინდათ რომ ესე კარგად გამოგივიდეთ. აი ესე. აი ესეთი ნაკსოვი გაქვთ. და ეხლა ეს უნდა გაკაჩოთ ისე რომ მოწვდეს აი ამ ადგილამდე, ხო? ეს კიდევ ცოტა. აი ეს. და აი ეს ამოიყვანეთ. აი ეს თქვენი ფაქტიურად იქნება პირველი თვალი. მაგრამ ეხლა ჩვენ ჯერჯერობით მეორე ნაწილი არ გვაქვს, ამიტომ ეს უკვე დამთავრდა აქ ამისი ქსოვა. უბრალოდ დავაკავშირეთ ესე კარგად. და აქ შეგვიძლია ჩვენ ეს ძაფი გადავჭრათ. აი აქ. საკმაოდ სქელი ძაფია და ცოტა სამუშაოდ ის არის. ძალა სიტყავს. აი აქ გავაკეთოთ კვანძი და იგივე წესით ზუსტად მოგხსოვოთ მეორე ასეთი დეტალი. აი ეს ჩანთის შიგნით მოხდება, ამიტომ არანაირი პრობლემა არ არის. აქ შეგიძლიათ მაინც გაატაროთ ძაფებს შორის. პრინციპში არ უნდა გამოჩნდეს. ხა ჯობია უფრო პატარა აისნაღია იყოთ, რომ დასამალად ესე ჯობია. აი ესე ადვილად რომ გახვიდეთ აი ამ ძაფებს შორის. აი იგივე წესით მოგხსოვე მეორე აი ესეთი გული ამ ჩვენი ნიჟარის და ხედავთ ხო როგორ აი ნახეთ აქ გავატარე უკვე გამოვიტანე, მაგრამ იმის ნაცვლად გახსოვთ წინა შემთხვევაში მოვჭერით ეს ძაფი. ეხლა ჩვენ აღარ მოვჭრით ამ ძაფს, უნდა გავაგრძელოთ ქსოვა. ამისათვის აი ასე გვაქვს ეხლა აი ამ მდგომარეობაში, ხო, როგორც ეს იყო და კვანძის და აი დამთავრების ნაცვლად ეხლა ჩვენ უნდა მოვხსოვოთ აქ თავისუფალი თვლები. ეხლა მე შევალ აი ამ ეხლა აქ მნიშვნელოვანია რომ თქვენ შეაფასოთ რამდენი თვალი გაქვთ. აი ეს იყო პირველი თვალი, სადაც ნიშნული მქონდა და აი იქ არის ეს თვალი შეერთებული. ანუ ეს თვალი და ეს თვალი ფაქტობრივად ერთია. აი ერთი თვალი, ამიტომ რომ ჯამში 12 თვალი უნდა გქონდეთ სულ. პრინციპში შეგიძლიათ ცალ-ცალკეც განიხილოთ და მაშინ 13 თვალი გამოგივათ. პრინციპში არ არის შეცდომა არ იქნება, მაინც შეიძლება ესეც გაკეთდეს. და უბრალოდ შესაბამისად უნდა განიხილოთ აქაც, აი სადაც ესე გქონდა პირველი, აი ეს და ეს ცალ-ცალკე. აი ესენი ფაქტობრივად ერთი თვალიდან არიან, მაგრამ შეგიძლიათ როგორც სხვა თვალი ესე განიხილოთ. კარგი, აი ესე გვაქვს. ეხლა ჩვენ მოვგზავნოთ აქ, ნახეთ, მე შევალ აი ამ თვალში. შეგიძლიათ ერთ კედელში შეხვიდეთ, შეგიძლიათ ორ კედელში. მე მოდით ერთ კედელში შევალ და უკანა მხარეს, აი ესე. ესეც და აი ეს სამუშაო ძაფი გამოიტანეთ აი ამათ გავლით, ხო? ეს უკანა მხარის ესეთი ოლფიც გამოიყენეთ. და ეხლა ვგზავნოთ ჩვენ მოდით მოგხსოვოთ, აქაც თქვენ ძაფის სისქეზეა დამოკიდებული რა ზომის უფრო გინდათ რომ გამოგივიდეთ ჩანთა. მოგხსოვოთ 13 თვალი. კენტი რაოდენობა ჯობია, იმიტომ რომ გარკვეულ ადგილებში მატებას გავაკეთებთ და შუა თვალი იქნება როგორც სიმეტრიის ესეთი ღერძივით, იმის გარშემო ვაკეთებთ ხოლმე მატებას. ესე იგი 13 თვალი იყოს, ხო, თავისუფალი თვალი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 აი ეს 13 თვალი მაქვს. აი ესე.
ეხლა უნდა დავაკავშიროთ მეორეს. ესენი რა თქმა უნდა, აი ესე უნდა უყურებდნენ ერთმანეთს წაღმამხარები გარეთ. და თან აქ მნიშვნელოვანია რომ აი ეს ორიენტაცია ბურთულის იყოს ერთნაირი, აი როგორც აქეთ, ისე აქეთ. აი ესე დავაკავშირე. ეს კავშირის თვალი, ამას არ ვაქცევთ ყურადღებას და ეხლა რომ უნდა მოუხვიოთ, ხო, წამოვიდეთ მეორე მხარეს. ესე იგი ჩვენ ვაგრძელებთ ამ თვალის მომდევნო, აი მომდევნო თვალი, აი ეს არის და აქვსოთ შემაერთებელ თვალს. აქ გახსოვთ, ქონდა 13 თვალი, ერთი თვალი იქნება ესე იგი შემაერთებელი თვალი. თვალი ნამატის გარეშე 1 2 თვალი ნამატის გარეშე. და შემდეგ იქნება კიდევ 2 თვალი ნახევრად ნამატებით 1 და 2. აი ახლა ჩვენ ნახეთ, დააკვირდით, გახსოვთ 13 თვალი ქონდა. 1 იყო შემაერთებელი, 2 3 ესენი იყვნენ თვლები ნამატის გარეშე, 4 5 ესენი იყვნენ თვალი ნახევრად ნამატებით და სულ 13 თვალი გქონდა, გახსოვთ ხო? ესე იგი 5 თვალი, აქეთაც იქნება 5 თვალი ესეთი წესით და შუაში გვჩება 13, ანუ კიდევ 3 თვალი. აქ გვექნება თვლები თითო ნამატით. 1 ისე მეორე მესამე თითო თვალში თითო თვალი ერთი ნამატით 3 თვალი მოგსოვე ესეთი მაღალი თვლები. შემდეგ მოდის ესე იგი 2 თვალი იქნება მომდევნო თვლები ნახევრად ნამატით, აი ესე გამოგვყავს. კიდევ ერთი აი ესე ნახევრად ნამატით. აი ესე. ეხლა იქნება 2 თვალი ნამატის გარეშე, 1 2 და ბოლო თვალი იქნება შემაერთებელი თვალი, სულ დაბალი თვალი, აი ეს პირდაპირ გამოიტანთ. აი ეს ნახეთ როგორი ფორმაა. აი ამის ხარჯზე თქვენ გექნება ძალიან კარგი აი ესეთი გაშლა აი ნაპირში. კარგით. ხა ვაგრძელებ. ჯერჯერობით მატებას არ გავაკეთებთ. აი ამ ადგილებში მე მატება მოგვიწევს. აქ შეგიძლიათ ცენტრალური აი 3 თვალი რომ მოგხსოვეთ, ხო, თითო ნამატით. აი ცენტრალური თვალი იქნება, სადაც იმის გარშემო იქნება ხოლმე მატება. ну, პრინციპში შეგიძლიათ მონიშნოთ და მე ადვილია ხოლმე. აი ეს არის ახლა 1 2 3. აი ეს არის თქვენი ცენტრალური თვალი. ესე იგი ეს არის. აქედან თუ გადათვლით მე7 იქნება, ხო? იმიტომ რომ აქეთ 6, აქეთ 6 და შუაში კიდევ 1 თვალი. კარგით. ეხლა უნდა დავაკავშიროთ. აი აქ უკვე ჩანს, ხო, სადაც აი აქ. აი ამ ბურთულას უკანა კედელში. მე ესე გადავწყვიტე, რომ მირჩევნია უფრო ლამაზი გამოდის ესეთი შესვლით. შემაერთებელი თვალი, ეს უბრალოდ კავშირისთვის არის ეს შემაერთებელი თვალი, ხო? მოვუტრიალდით, აი ესე მოვუტრიალდეთ, ნახეთ, დააკვირდით, ესე. აი ამ თვალს მე არ ვეხები, ამიტომ აქ გადავაფარებ უბრალოდ ძაბს და მომდევნო თვალი, აი ეს არის ჩვენი შემაერთებელი თვალი. ესე. შემდეგი იქნება 2 თვალი ნამატის გარეშე, 1 და 2. მომდევნო აქაც ესე იგი იქნება, როგორც წინა რიგში ვაკეთე, 2 თვალი ნახევრად ნამატებით. აი ესე. და 3 თვალი თითო ნამატით, ხო? აი გახსოვთ, აი აქ არის 1 2 3. სულ უკანა კედელში შედიხართ, როგორც ხედავთ, ხო? აი ეს არ შეგეშალოთ. ესე იქსოვება ეს ჩანთა. 1 თვალი აი აქ შევალ ახლა მეორე თვალი 1 ნამატით. აქ შეგიძლიათ დააბრუნოთ ნიშნული. და მესამე თვალი, ასევე თვალი 1 ნამატით.
აი ესე, უკანა კედელში შესვლებით. შემდეგ იქნება ორი თვალი იქნება ნახევრად ნამატებით. აი ესე, პირდაპირ, ერთი და აი აქ მეორე. აი ესე. ახლა ორი თვალი გვექნება ნამატის გარეშე. ერთი და ორი. და ბოლო თვალი შემაერთებელი თვალია. აი ეს. აი ეს. ახლა კარგად შეხედეთ კიდევ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია რომ წაღმა მხარეები ერთ მხარეს იყვნენ, უკუღმა მხარეები ერთ მხარეს. აი ესე. აი ესე. აი ესე. ხო, აი ეს დაიკავეთ, იმიტომ რომ ახლა ჯერჯერობით აქ კიდევ შეიძლება შეცდომით რომ არ გააგრძელოთ. აი ესე. მოდით დავდებ. აი ესე ჩანს ხო? აი ესე გვაქვს. და აი ეს ცაფი აი აქ. და შევდივართ მომდევნო თვალში, აი აქ. აი ამ კედელში. ამოიტანეთ შემაერთებელი თვალი. აქ მაქსიმალურად ნახეთ, ეს დაგრძელებულია ძალიან ეს თვალი, ხო? და ეს მაქსიმალურად უნდა დავაპატარავოთ, მოდით. კარგად. აი ესე. აი დაპატარავდა ეს. კარგით. ეხლა ვაგრძელებთ, ხო? შემდეგი რიგი ასევე მატებას როცა აკეთებ, ნახე, აი ესე არის დაახლოებით. უკვე ჩანს, ხო? როგორი ტიპის იქნება. მატებას როცა აკეთებთ, აი ეს იზრდება თქვენი, აი ეს. ეხლა თუ გაიხსენებთ აი ლოკოკინას ნიშა როგორია, ხვდებით რომ ესე პატარიდან იწყება, მერე იზრდება, ყოველი სპირალი უფრო განიერია, ფართოა, ხო? ფართო. ეხლა აქ ჩვენ, რა თქმა უნდა, ბევრ სპირალებს არ გავაკეთებთ, მაგრამ აი თითქოს ერთი ესეთი წრე ნახევარ წერზე ცოტა მეტი იქნება. რაღაცა ესე მოვალთ, აი აქამდე და გვჭირდება რომ გაიზარდოს ისე ძალიან დიდიც არა, აი დაახლოებით აი ამ ხელა, აი ესე რომ მოვიდეს, ხო? ეს იქნება პატარა ნაწილი, აქეთ დიდი ნაწილი. ახლა ერთ რიგს კიდე მოგხსოვთ, ახლა მატების გარეშე და მე უკვე მატება უფრო სწორად, ახლა მატებას ვაკეთებ. წაღმა მხარეზე გავაკეთოთ ხოლმე მატება. მე ფიქრობ, რომ ესე უფრო ლამაზი გამოვა. ახლა გავაკეთოთ მატება. ესე იგი ჯაჭვისებური თვლებით იყო, შემდეგ ერთი რიგი, მეორე რიგი და ახლა მესამე. ანუ ჯაჭვისებურ თვლებს თუ არ ჩათვლით, ახლა მესამე რიგზე ვართ. აი აქ შემაერთებელი თვალი და ფიქრობ, რომ წაღმა რიგზე, აი წაღმა მხარეზე თუ გავაკეთებთ მატებას, უფრო უკეთესია, ესე ფიქრობ. აი ესე. ესე იგი, ახლა იქნება ორი თვალი ნამატის გარეშე, ერთი და ორი, აუცილებლად შედიხართ უკანა კედელში. შემდეგ ორი თვალი ნახევრად ნამატით, ერთი და ორი. აი ესე. ეხლა გვექნება მატება, ანუ ნიშნulis წინ. ესე იგი, ერთი თვალიდან ამოიყვანთ. ერთი თვალი, ერთი ნამატით. იგივე თვალიდან მეორე თვალი, ერთი ნამატით. აი ეს, ოდნავ გაიზრდება ეხლა ეს, ასე ვთქვათ, აი ეს სიმაღლე, აი ცენტრიდან აი ამამდე, ხო, ნაწილის. აქ უკვე ჩვეულებრივად ნიშნulis თვალში არ ვაკეთებთ მატებას, ეს როგორც ესე ორიენტაციოდ გვაქვს ჩამაგრებული, რომ ამის აქეთ-იქით, ნიშნulis აქეთ-იქით მოხდება ხოლმე მატებების გაკეთება, როცა დაგჭირდება მატება. დავაბრუნე უბრალოდ, ხო? შემდეგ თვალზე ასევე მატებაა, ხო? ესე იგი, ეს თუ არის სიმეტრიის ღერძი, აქ იყო მატება, 1-დან 2, აქეთაც ერთი თვალიდან ამოვიყვან 2-ს. ერთი ნამატით, მეორე თვალი ასევე ერთი ნამატით. აი ესე. ეხლა ორი თვალი გვაქვს ნახევრად ნამატებით. აი ესე. ერთი და მომდევნო თვალში ასევე აი ეს თვალი ნახევრად ნამატით. შემდეგ იქნება ორი თვალი მან ნამატების გარეშე, ანუ აი ეს პირდაპირ აქ
აქ, სულ უკანა კედელში შევდივარ, ხო? სულ ყველგან. ვაკაჭეთ, ერთნაირი ზომის იყოს მაქსიმალურად თვლები. და ბოლო თვალი, შემაერთებელი თვალი გაქვთ. აი ეს გაძლევთ ესეთი განლაგება აი ამ შემაერთებელი თვალი ნამატის გარეშე ნახევრად ნამატით ერთი ნამატით აქ სიმჭიდროვეა ხო? ანუ ეს იქნება უფრო აი გაშლა, როგორც პეპელასავით აი ესეთ სახეს გაძლევთ ეს. კარგი. ეხლა ვაგრძელებ და იქნება აი აქ, ხო? აქ უკვე ჩანს მე მგონი კარგად. აი ეს შემაერთებელი თვალით ვაკავშირებთ უბრალოდ. აი ესე. აი ესე შემოვატრიალეთ. ეს თვალი შემაერთებელი თვალი იყო უბრალოდ დამაკავშირებელი და აი აქ. ეხლა კავშირს არ გავაკეთებთ რამოდენიმე რიგი, უბრალოდ მატებას არ გავაკეთებთ რამოდენიმე რიგი. ერთი შემაერთებელი თვალი იყო, ეხლა იქნება ორი თვალი ნამატის გარეშე. ესე. ორი თვალი ნახევრად ნამატებით. ორი. ეხლა ჩვენ რახან აი აქ გავაკეთეთ წინა რიგში მატება, აქ მეტი თვლები გვექნება ერთი ნამატით, რომელიც არის მაღალი თვლები. 1 2 ესე, ეხლა ნიშნულის თვალშიც, უკანა კედელში აუცილებლად ყოველთვის უკანა კედელში შედით. 3 ეგ თავიდან რომ დავიწყეთ, გახსოვთ, მხოლოდ 3 თვალი ქონდა თითოეულ ნამატით. ეხლა უკვე ნახეთ ეს მეოთხე, მეხუთე, აი 5 თვალი გაგვეხდა, იმიტომ რომ გავაკეთეთ მატება. 5 თვალი გაქვთ თითო ნამატით. აი ეს, აქედან იწყება აი ამის ჩათვლით. შემდეგ არის თვლები ნახევრად ნამატით. 2 თვალი გვაქვს ესეთი გასაკეთებელი 1 და 2 შემდეგ თვალი ნამატის გარეშე 1 ციტად კარგად ესე მეორე და ბოლო თვალი შემაერთებელი თვალი, აი ეს თვალია, აქ უნდა შეხვიდეთ, უკანა კედელი ეს არის. და აი ეს პირდაპირ. ასევე კავშირიც არის უკანა კედელში, ოღონდ ნახეთ, აი ესე ახლა სწორად გვაქვს ჩვენ ყველაფერი, ეს უგუღმარიგი არის, უგუღმხარია. უბრალოდ როცა უნდა მოუხვიოთ აი აქ, აი ესე, ძაფი აი აქ და აი აქ შედიხართ ნახეთ მომდევნო თვალის აი ამ კედელში. წაღმა მხრიდან რო შეხედავთ, აი აქ უნდა ეს ზოლი უნდა დარჩეს ესე საბოლოო ნაკსოვზე, ნუ შედიხართ მხოლოდ უკანა კედელში. აი ესე მოკაჩეთ შემაერთებელი თვალი რო ცოტა დაპატარავთ ეს აი ესე. და ვაგრძელებთ. ეხლა როგორც ხედავთ, როგორც გითხარით უკვე აქ მატებებს არ გავაკეთებთ, უბრალოდ გავიმეორებთ, როგორც აი ამის წინა რიგი იყო 1 შემაერთებელი თვალი. ანუ ამ შემაერთებელ თვალს არ გსოთ, რომლითაც დააკავშირეთ. ანუ შემდეგი თვალი რომ იყო, აი იქ უნდა ამოიყვანოთ შემაერთებელი. ეხლა 1 თვალი ნამატის გარეშე, მეორეც, როგორც თავიდან ისე გსოთ ზუსტად. კიდევ 2 თვალი ნახევრად ნამატებით. აი ესე და კიდევ ერთი ხო? უკანა კედელში შესვლით. აი ესე. და ეხლა წინა რიგში როგორც გქონდა, ისევ 5 თვალი თითო ნამატით აი ამ ადგილას. 1 2 ეხლა ნიშნული ეს ადგილას 3 4 5 ეხლა ნიშნული არ ჩავამაგრე და მოდით ჩავამაგრებ. აი 5 სვეტი ხომ მოგსოვე და ხვდებით. აი ეს არის შუა, აი ეს. აი ეს.
1 2 3 4 5 ისევ თვალი ნახევრად ნამატით ორჯერ უნდა გავიმეოროთ ესე კიდევ თვლები ნამატის გარეშე 1 და 2 რა თქმა უნდა უკანა კედელში შესვლით და ბოლო თვალი შემაერთებელი იქნება აი ესე ვაკავშირებთ მომდევნო თვალთან ეხლა ჩვენ მოდით შევხედოთ რა რაოდენობის ესეთი რიგები დაგვჭირდება რომ გავაკეთოთ რახან ჩვენ დავიწყეთ აი აქედან ხო აი დაახლოებით აი ესე აქედან არ აქვს მნიშვნელობა საიდან შეხედავთ ესე დავიწყეთ და დაახლოებით აი აქ მოვალთ ანუ 1 2 და მესამეში უკვე თვალი გექნებათ ესე ვფიქრობ რომ ესე კარგი იქნება 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ან 10 ან 11 აი ესეთი თვალი, რომელსაც შეესაბამება გაურკეცებული რაოდენობა რიგებს, იმიტომ რომ თითო თვალში ერთი რიგი მერე უკან წასვლა, ან ორი რიგი შეესაბამება. ანუ 20 ან 22 რიგი დაგჭირდებათ იმის მიხედვით, როგორი დიზაინით გინდათ, რომ ჩანთა გამოიყურებოდეს. ეს უკვე შევაერთე. ხო, ეს აი ასე ვატრიალებთ. ესე იგი, ერთ მხარეს ცოტა სხვანაირად ტრიალდება ხოლმე, აქეთ მხარეს სხვანაირად, იმიტომ რომ ეს იყო წაღმა მხარე და ეხლა უკუღმა მხარეზე გადავდივარ და როცა აქ მოვდივარ, ნახეთ, უკუღმა მხარიდან მოვდივარ და წაღმა მხარეზე გადავდივარ და ამიტომ აქ ცოტა სხვანაირად ვატრიალებ ხოლმე ვიდრე აქეთ. ამიტომ ეს დააკვირდით. განსხვავება რაც არის, ესე იგი, აი ამას არ ვეხებით, აქ გადავაფაროთ უბრალოდ ძაფი და აი მომდევნოში შემაერთებელი თვალი. შემდეგ ისევ ორი თვალი ნამატის გარეშე. აქ ახლა არ გავაკეთებ მე მატებას და შემდეგ რიგში წაღმა რიგი იქნება, შემდეგ იქ გავაკეთებთ კიდევ მატებას. აქ ახლა ორი თვალი ნახევრად ნამატით. ესე და 5 თვალი თითო ნამატებით 1 2 3 ეს ნიშნულის თვალი ნიშნული გადავიტანოთ 4 ეს 5 თვალი მოგზაურთ ესეთი გრძელი თვლები, ხო? და შემდეგ დაბალი ნახევრად ნამატით. აი ეს პირდაპირ 1 და მეორე. ეხლა ნამატის გარეშე 1 2 ესე ორი თვალი ნამატის გარეშე და ბოლო თვალი შემაერთებელი თვალი. აი ეს. საკმაოდ იცენცება, იმიტომ რომ ესეთი გრეხილი ძაფია და არა დაწნული. აი ეს. ეხლა უკუღმა მხარეზე ვართ, ხო, უკუღმა რიგში ვართ და ამიტომ აი ეს უკუღმა მხარეს უყურებ. ესე იგი, ამ შემთხვევაში როგორ ვაკეთებთ? აი ესე წაღმა მხრიდან შევხედავთ, უნდა ძაფი შუაშია და აი მომდევნო აი აქ არის. ამოიტანეთ შემაერთებელი თვალი, დავაკავშირე ახლა მე აი ამ გულს, ხო, აი ამ გულს. და ეხლა უკვე ამ რიგში ეს წაღმა რიგია, აქ გავაკეთებთ მატებას. ესე იგი, აქ ხვდებით, ხო? ამას არ ვეხებით პირველ შემაერთებელ თვალს მე და მომდევნოში შემაერთებელი თვალი. ერთი შემაერთებელი გავაკეთე, ხო? სულ ესე ვაკეთებდი. ეხლა თვალი ნამატის გარეშე 1 და მეორე. კიდევ ორი თვალი ნახევრად ნამატებით 1 და მეორე. და ეხლა უნდა გავაკეთოთ ჩვენ მატება, ოღონდ ნახეთ დააკვირდით. მატებას ყოველთვის გავაკეთებ ნიშნულის აქეთ იქით, ხო? აი ეხლა ჯერ
აი ეს თვალი ნამატის ერთი ნამატით და აი ახლა უყურეთ ნიშნულის წინ აქ გავაკეთებ მატებას, ანუ ერთი თვალიდან ამოვიყვან ორ თვალს თითო ნამატით, ანუ ესეთ გრძელ სვეტებს. აი ეს არის მატების გაკეთება, ხო? ხა ნიშნულის თვალში აქ არ გავაკეთებ, რა თქმა უნდა, ეს იქნება როგორც ერთი თვალი ესეთი. აი ესე, აქ დავაბრუნებ ნიშნულს. და ვაგრძელებთ. აქ რა თქმა უნდა, შემდეგ თვალშიც იქნება მატება, ანუ ერთი თვალიდან ორს ამოიყვანთ. ერთი ორი. აი ესეთი ორი თვალი, ნახეთ, ნიშნული ხო გქონდათ აი აქ. იმის წინაც გავაკეთე მატება, ანუ ერთი თვალიდან ორი ამოვიყვანე, აქაც ერთი თვალიდან ორი. აი ესე. ეხლა კიდევ ერთი თვალი გვაქვს აქ მოსაქსოვი მატების გარეშე. უბრალოდ ერთი ნამატით ნახეთ, აი ესე. გაიხსენეთ, აი აქ რო დავიწყე, სანამ მატებას გავაკეთებდი, აი ეს თვალი იყო ასევე თვალი ერთი ნამატით, ამიტომ აქაც ეს ზუსტად იგივე წესით. აქ უკვე გექნება თქვენ 7 თვალი. აი ამ ცენტრალურის ჩათვლით. 1 2 3 4 5 6 7. აი ესე. ეხლა უკვე ნახევრად ნამატებით თვლები 2. გადაბულად ეს ერთმანეთის მიყოლებით 1 2. მგონი ხვდებით ეს რატომ კეთდება, ესე ადაბლებს და ესეთ ფორმას აძლევს, როგორც ნიჟარას აქვს. ეხლა ესე ნამატის გარეშე კიდევ 2 თვალი და ბოლო თვალი არის შემაერთებელი. დავაკავშიროთ მომდევნოს, აი აქ. აი ესე, მოტრიალდით. ესე იგი, აი ამ თვალს არ ვეხებით, გადავაფაროთ ზედ. და აი აქ. ეხლა მატების გარეშე ჩვეულებრივ აქ გექნებათ იგივე რაოდენობა, ესე იგი, ერთი შემაერთებელი თვალი, ორი თვალი ნამატის გარეშე, ორი თვალი ნახევრად ნამატებით. აი ესე, უკანა კედელში შესვლით ყოველთვის. არ დაგავიწყდეთ. და აქ როგორც გითხარით, 7 თვალი თითო ნამატით გექნებათ. ერთი მატებას არ ვაკეთებ. 2 3 4 აი, მოდით კარგად. 4 აქ გადავიტან ნიშნულს. 5 6 7 თვითონ ნამატით ესეთი 7 სვეტი მოგსოვე. ეხლა ნახევრად ნამატებით 2 ესეთი თვალი გჭირდება. 1 2 შემდეგ მატების გარეშე 1 და 2. უბრალოდ ნამატის გარეშე, ხო, თვლები ნამატის გარეშე. და ბოლოს შემაერთებელი თვალი. აი ეს. ეხლა აქ უკუღმა რიგში ვართ, ამიტომ როგორც ვაკეთებდით ხოლმე, აი ესე შეხედეთ წაღმა მხრიდან. აი აქ, აი ეს კედელი გჭირდებათ და გამოიტანეთ შემაერთებელი თვალი. აი ეს. ამას არ ვაქცევთ ყურადღებას და აი აქ. შემაერთებელი თვალი და ეხლა წაღმა რიგში ვართ.
ამ რიგში არ გავაკეთებთ მატებელს, შემდეგ უკუღმარი იქნება, იქაც არ გავაკეთებთ და აი მომდევნოში ისევ წაღმას რო დაუბრუნდები, აი მაშინ კიდევ გავაკეთებთ. მოკლედ, ეხლა შეგიძლიათ აი ეს რიგი და ეს რიგი და ეს რიგი ზუსტად იგივენაირად მოგსოთ, როგორც აი ახლა წინა რიგი მოგსოვე მე, ხო? ესეთი შემართებული თვალი, 2 თვალი ნამატის გარეშე, 3 თვალი, უბრალოდ 2 თვალი ნახევრად ნამატით. შემდეგ 7 თვალი თითო ნამატებით, ხო? და ასე შემდეგ. მოკლედ მე მგონი გახსოვთ, როგორც ახლა წინა რიგი მოგსოვე, აი ზუსტად ისე მოგსოვთ ამ რიგს და მომდევნო რიგს. მე ერთად გავაგრძელოთ კიდევ.